გამარჯობა, მე ვარ თაკო საზინე. დღეს შემოგთავაზებთ კიდევ ერთ მაკიაჟს, რომელიც ძალიან უხდება ყავისფერ და თაფლისფერ თვალებს. გავაკეთებ ეგრეთ წოდებულ smoky eyes, მუქ მწვანე და ყავისფერ ტონებში და ეს იქნება თემატური მაკიაჟიც, რადგან ძალიან უხდება გაზაფხულს. მაკიაჟის გაკეთებას დავიწყებ თვალების მოხატვით და შემდეგ გადავალ სახის მოდელირებაზე. პირველ რიგში თვალზე წავისვამ მფერულ ჩრდილს, რომ შემდეგ ფერები ერთმანეთში უკეთესად გადანაწილდეს. ამის შემდეგ ზედა ქუთუთოზე ნახევრად წავისვამ მუქ მწვანე ჩრდილს. ამის შემდეგ წავისვამ ყავისფერ ჩრდილს და შემდეგ ორ ფერს გადავიყვან ერთმანეთში. გამოვიყენებ Naked-ის თვალის პალიტრას, რომელშიც არის 12 ფერი და ამ შემთხვევაში გამოვიყენებ ამ ფერს. შედარებით მსხვილი ფუნჯის საშუალებით ორ ფერს გადავიყვანთ ერთმანეთში. ზედა ქუთუთოზე წარბის ქვემოთ გამოვიყენებ ღია ფერის ჩრდილს, იმისათვის რომ წარბსა და თვალის ჩრდილებს შორის გამოყოფი უფრო ლამაზი იყოს. იმისათვის რომ თვალს დასრულებული ფორმა მივცეთ, ქვედა ქუთუთოზე გამოვიყენებ ალექსავიანის მწვანე ფანქარს, მხოლოდ ბოლოში. თვალის მოხატვა უკვე დავასრულე, ახლა გადავალ სახის კონტურზე, რითაც გამოვიყენებ MAC-ის კონტურების პალიტრას და ამ შემთხვევაში გამოვიყენებ ყველაზე ღია და ყველაზე მუქ კორექტორებს. ღია ფერის კორექტორს ვისვამთ შუბლზე. ცხვირზე. თვალების ქვეშ და ნიკაპზე. შემდეგ დარჩენილ ადგილზე ვისვამთ მუქი ფერის კორექტორს. სპონჟის საშუალებით გადავინაწილებ კორექტორებს, თუმცა უცებად დავასწორებ მიცერალური სითხით, იმისათვის რომ ფერების სარევა ერთმანეთში უკეთესად მოხდეს. Open me up, I let down my defense. I swore that I wouldn't go falling again. I could be faded with somebody new. კორექტორების გადანაწილების შემდეგ სახეს უმუშავებ პუდრებით. გამოვიყენებ ღია და მუქი ფერის პუდრებს. განსხვავება არ უნდა იყოს დიდი კორექტორებისგან, რადგან შემდეგ შეიძლება სახე აჭრეოდეს. ღია ფერის პუდრს ვიტანთ იქ, სადაც წავისვით ღია ფერის კორექტორი და შესაბამისად მუქი ფერ პუდრს იქ, სადაც წავისვით მუქი ფერის ჩრდილები. ეს იყო ჩემი დღევანდელი ვიდეო. თუ მოგეწონათ ჩემი მაკიაჟი და ლაიქეთ, გამოიწერეთ არხი. მე გემშვიდობებით ერთი კვირით დროებით. Cover little space for you.